სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბონის ბაზარში ცხენის ხორცი აღმოაჩინა 18 კილოგრამი ცხენის ხორცი ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრის ვინმე დავითაძის დახლზე იპოვეს. მონიტორინგის შედეგად ნაპოვნ არასასურველ პროდუქტზე ოქმი უკვე შედგენილია, მას ხელი გამყიდველმაც მოაწერა. სურსათის უვნებლობის სამსახური სადამსჯელო ზომებს ბაზრის ადმინისტრაციის მიმართ გაატარებს. თავად ხორცის მოვაჭრეებმა ფაქტი გააპროტესტეს, მათი თქმით პროდუქცია მოვაჭრეს არ ეკუთვნოდა და ხორცი მუყაოს ყუთით სპეციალურად დახლის ქვეშ იყო დადებული. მოვაჭრეებმა ქმედებაში სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები დაადანაშაულეს, რას უკავშირებენ ფაქტს ხორცით მოვაჭრეები და რატომ მოხდა შეუმოწმებელი ხორცი გასაყიდად დახლზე. უფრო ცლად ინციდენტის შესახებ მათ ეს მთავარი გამოშვებიდან შეიტყობთ. ბათუმის ბაზარში წესრიგი ვერ დამყარდა. იმის გამო რომ თვითონ ადმინისტრაცია არაა დაინტერესებული ბაზარში წესრიგი ქონდეს. და ამოვიღეთ 18 კილოგრამი ცხენის ხორცი. თვითონ მე პატრონის თანდასწრებით, თვითონ მე მოაწერა ხელი აქცე, აღიარა თავისი დანაშაული. ეს არის მოტყუება მომხმარებლის. ბაზარში არ აწერია, გამიჯნული არ არის, რომელი სახეობის ხორცი უნდა იყიდებოდეს. ვერ მივაღწიეთ ამას ამ ბაზარში. შეიძლება რომ გაიყიდოს ცხენის ხორცი, მაგრამ აქვს პირობები. წინასწარ დაკვლამდე ცხენი უნდა შემოწმდეს, ვეტერინარმა შეამოწმოს. ამის მერე შეიძლება დაკვლა, შეიძლება წარწერა, რომ ცხენის ხორცი იყიდება, ესე რომ მომხმარებელი არ უნდა მოტყუდეს.